გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით მარნეულში, კომპანია აგროპრომექსის მიერ გაშენებულ 90 ჰექტარ ნუშის ბაღში. დღეს ჩვენთან იმყოფება კომპანიის აგრონომი ნიკა. ნიკა, მადლობა დათმობილი დროისთვის და მაინტერესებს რამდენი წლის ბაღი არის. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ბაღი არის 4 წლის, მე-5 წელი იწყება ახლა. ჯიშებს რაც შეეხება, გვაქვს 3 ჯიში, ეს არის მაკაკო, პენტა და ლაურანი. გასაგებია და რა კრიტერიუმებით მოხდა ამ ჯიშების არჩევა? რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხდა ჯიშების არჩევა. პირველი ეს არის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გვიანმოყვავილე ჯიშები შევარჩიეთ, იმიტომ რომ საგაზაფხულო ყინვები საკმაოდ ხშირია საქართველოში. მეორე არის ის, რომ საკმაოდ უხმოსავლიანი ჯიშებია და დაავადებების მიმართ შედარებით მდგრადია. ნიკა, როგორც მითხარი, 90 ჰექტარზე არის გაშენებული ბაღი და როგორ არის გადანაწილებული ეს ჯიშები? ესე იგი 22 ჰექტარი გვაქვს მაკაკო, 38 ჰექტარი გვაქვს პენტა და 30 ჰექტარი ლაურანი. ნიკა, მე მაინტერესებს საქართველოს პირობებში, ჩვენს კლიმატურ პირობებში, რამდენად მომგებიანი არის და გამართლებული ნუშის ბაღი? ნუშისთვის ზოგადად ხელსაყრელ პირობებად ითვლება, როდესაც გაქვს ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი და მშრალი ზაფხული. შესაბამისად, საქართველოში, კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოში, საკმაოდ ხელსაყრელი პირობები არის ნუშის წარმატებულად მოსაყვანად. კი ბატონო, ეხლა როგორც ხედავ, ყვავის და კარგ პერიოდში მოგვიწია მოსვლა, იმიტომ რომ ნუშის ყვავილობა ერთ-ერთი ლამაზი მოვლენა არის. მე მაინტერესებს სრულ მოსავალს როდის იღებთ, იმიტომ ეხლა არის მე-4 წელში როგორც მითხარი. კი ბატონო, ეხლა მე-5 წელი იწყება, თვითონ 4 წლის არის მცენარე და სრულ მოსავალს ველოდებით მე-7 წელი, მე-6-7 წელი. თუმცა რაღაცა ნიშანი უკვე მოცემული აქვს და აღებული. ნიშანი მე-3 წელსვე მოგვცა და იქიდან უკვე ნელ-ნელა იზრდება მოსავლიანობა, მაგრამ სრულ მოსავალს ველოდებით მე-6-7 წელი. ძალიან კარგი. თქვენ თავიდანვე ჩართული იყავით ამ პროცესში და მე უშუალოდ მაინტერესებს ეს ეტაპები, აი ამ კონდიციებამდე რომ მოვიდა მცენარე, რა ეტაპები გაიარა? გაზაფხულიდან ზამთრამდე მრავალი ეტაპის გავლა უწევს ნუშის მცენარეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის ეხლა, როდესაც ყვავილობა იწყება, დაახლოებით 50% უკვე გახსნილია ყვავილების და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა, იმიტომ რომ დაავადებების მიმართ ყველაზე მეტად მიმღები ამ დროს არის. ყველაზე მეტად ჭირდება. დაავადებებზე მინდოდა მეკითხა, ზოგადად როდის იწყება ხოლმე ნუშის წამლობა? ანუ რა ეტაპზე უნდა იყოს, რა პერიოდი უნდა იყოს, რა ტემპერატურა, რომ უკვე შევიდეთ ბაღში და დავიწყოთ ეს სამუშაოები? წამლობებს ზამთარშიც ვატარებთ, პრევენციულ წამლობებს და მოსამზადებელ წამლობებს, სხვადასხვა მოზამთრე ფაზების წინააღმდეგ. და ზამთრიდან, თებერვლიდან იწყება და გრძელდება შემოდგომის ბოლომდე. და ზამთარში ესე იგი ჩაატარეთ ზეთოვანი პრეპარატის წამლობა. აი ამის მოსმენა მინდოდა ზუსტად, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ პირველი წამლობა უნდა დაიწყოს ხოლმე სპინაძე ნაერთი ფუნგიციდებით. არა და აი თქვენ გამაინტერესებს ზეთით შეწამლა რა პრობლემებს გაცილებთ შემდეგ? ზეთის გამოყენებისას უშუალოდ სეზონის განმავლობაში შედარებით ნაკლები ინტენსივობა არის მავნებლების და ნაკლები რიცხოვნობა. ანუ ჩანასახში ვესპობთ იმ მავნებლებს, რაც შეიძლება შემდეგ პოტენციურად გამოჩნდეს. მოზამთრე ფაზებს ვებრძვით ზეთით, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ის მავნებლები, რომლებაც დაასრულეს სეზონის განმავლობაში გადარჩნენ, ესე რომ ვთქვათ, იზამთრებენ ნუშის მერქანში, მცენარის მერქანში და მათ წინააღმდეგ საბრძოლად ვიყენებთ ზეთს. ესენი არის ძირითადად ფარიანად სრულფარიანები არიან ხოლმე ძირითადად. ამიტომ მეგობრებო, ზეთი ძალიან ბევრ პრობლემას აგაცილებთ შემდგომში. ანუ გასაგებია, ზეთზე გავიგეთ რამხელა პრობლემას აგვარიდებს და მე მაინტერესებს უკვე როდესაც ყვავილობა მორჩება, ან ყვავილობამდეც, ანუ რა მავნებლის მიმართ არის მაგალითად ეს ბაღი მიდრეკილი, ძირითადად რა პრობლემა გაქვთ ხოლმე? ძირითადად მთავარი მავნებლები ამ ბაღის ყვავილობის მერე ჩდებიან, ერთ-ერთი მათგანი არის ბუგრები, რომლებიც როგორც კი მწვანე მასა ჩდება და ფოთლის მასა იზრდება, მაშინ ჩდებიან და მათთან საბრძოლოდ ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პრეპარატებს. ძირითადად ანუ რა ზიანი შეუძლია რომ ბუგრებმა მიაყენონ ხეს? ბუგრები აზიანებენ მწვანე მასას და შესაბამისად ფოტოსინთეზი ვეღარ მიმდინარეობს გამართულად და შესაბამისად მცენარეს შეუძლია თუ ნახევარი მოსავალი დაგვეკარგინონ. კი ბატონო. გასაგებია. შეასუსტონ უფრო ხე და შემდგომში აისახება.
ნიკა კომპანია აგრონომთან თქვენ უკვე თანამშრომლობთ მესამე წელია როგორც ვიცი და ბუგრებზე ხმარობთ მედალგორდს, მოტივატორს. რატო გააკეთეთ მათზე აქცენტი, ანუ რომ შეიტანეთ ნაკვეთში, რა პლუსები იყო, რამდენად სწრაფად იმუშავა, რეზისტენტობა ხომ არ გამოიწვია მავნებელმა. ამაზე რომ ესაუბროთ, ამდენად ეფექტური იყო თვითონ წამალი. კი ბატონო, ბუგრების წინააღმდეგ ვიყენებ მოტივატორს, სპიროტეტრამაც, კომპანია აგრონომისას და მნიშვნელოვანი არის დრო, რა დროსაც ამ პროდუქტს გამოიყენებ და მე როდესაც გამოვიყენე მოტივატორი, იმის შემდგომ ბუგრების ფონი საერთოდ არ მქონდა ბაღში, ანუ ერთხელ შევიტანე მოტივატორი და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღე. კარგი ნიკა, როგორც ვიცი, კომპანია აგრონომის კაპიტანი მოქმედი ნივთიერება იყენებ რაღაცა სპეციფიური დანიშნულებით. აი ამაზე რომ გითხრა. კი ბატონო, კაპიტანი გამოვიყენე სეტყვის შემდგომ მექანიკური დაზიანებების დასამუშავებლად, რათა თავი აგვერიდებინა სხვადასხვა ინფექციის შეჭრისგან. ეს მოხდა ანუ ამ სეზონზე. ეხლა რა იყო სეტყვა? წინა სეზონზე. ოკეი. საქართველოში სეტყვა საკმაოდ დიდი პრობლემაა. არა მარტო ნუშზე, მთელი საქართველოს პრობლემა არის კი ბატონო. და ნიკა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თითქმის ყველა ბაღს აწუხებს ხოლმე. ნუ თქვენთან ამას ვერ ხედავ. ეს არის სარეველები და ბალახის სიხშირე ნაკვეთში. როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა და რა პრეპარატით? კი ბატონო, ჩვენ სარეველებთან ბრძოლას ვიწყებთ ზამთრიდან. ვიყენებთ აღმოცენებამდე ჰერბიციდს, ვიცტოპს. ეს არ არის ტოტალური ჰერბიციდი. არა არის ტოტალური ჰერბიციდი, ეს გამოიყენება იმისთვის, რომ სარეველა აღარ ამოვიდეს, მოკლედ, რო ვთქვათ, ნიადაგიდან. აუცილებელია, რომ იყოს სუფთა ზედაპირი, როდესაც ბალახის გარეშე. როდესაც ვიცტოპს გამოვიყენებთ და შეტანის შემდგომ აუცილებელია მოვიდეს ნალექი. კი ბატონო, და დაახლოებით რა პერიოდი მუშაობს თვითონ წამალი? ნუ დოზას გააჩნია, მაგრამ საშუალოდ 3-დან 4 თვემდე მინიმუმ სწორი შეტანის პირობებში და ასევე ნალექის დახმარებითაც მუშაობს მინიმუმ 3-4 თვე. შვენიერი ციფრები არის. 3-4 თვის განმავლობაში თქვენს ნაკვეთში რომ არ ამოვა ბალახი, მგონი ძალიან კარგად გაკეთებული საქმე არის. კი ბატონო, ჩვენ მაგალითად შევიტანეთ დეკემბრის დასაწყისში. და ნალექებმაც მოუწია მაგრამ. ნალექებმაც მოუწია და მე ორჯერ შევიტანეთ დეკემბრის. და ბოდიში კითხავ, ანუ წვიმაზეს და თოვლზეს ერთნაირად ეფექტური არის თუ იცი როგორ არის, როდესაც შეიტან და შემდეგ თოვლის რომ მოვიდეს, მაინც ეფექტურად მუშაობს, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვაქვს წვიმის მერეც, იმიტომ რომ ნიადაგი მაინც ტენიანია და მუშაობს. თოვლზე შეტანა შედარებით ნაკლებად ეფექტურია. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორად გადანაწილდეს ზედაპირზე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მთლიანად უნდა დაიფაროს ის ზედაპირი, სადაც გვინდა რომ ვიცტოპმა იმუშაოს. გასაგები. ნიკა, მედალგოლდი, სადაც გვაქვს ორი მოქმედი ნივთიერება, თიომეთოქსანი და ლამდაციხალოტრინი, რა ეტაპზე გამოიყენე? მედალგოლდი უკვე გამოვიყენე ნაყოფის ზრდის ფაზაში, როდესაც ფორმირებას რომ იწყებს უკვე. კი, როდესაც ფორმირებული იყო და ზომაში იზრდებოდა, საკმაოდ საშიში მავნებელი ყავს, რომელიც დიდ ზიანს გვაყენებს, ეს არის ნაყოფჭამია და ნაყოფჭამიას წინააღმდეგ გამოვიყენეთ მედალგოლდი. და ორი მოქმედი ნივთიერება, რომელიც შიგნით არის, საშუალებას გვაძლევს, რომ ვებრძოლოთ როგორც მატლის, ისე პეპლის ფაზებსაც. და რამდენჯერ იწამლება მაგალითად მედალგოლდით? ორჯერ შევწამლე მე, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა თაობა აქვს ამას. კი ბატონო. აი კარგ თემასთან მივედით, აი ზოგადად ბაღში სეზონის დაწყებიდან სეზონის დამთავრებამდე რამდენი წამლობა კეთდება? საკმაოდ მნიშვნელოვანი შეკითხვა არის. სტატისტიკურად მინიმუმ 7-8 ჯერ იწამლება ბაღი, მაგრამ ესე წინასწარ გაწერილად თქვა რომ აი ამდენი წამლება მოგიწევს. ძირითადად დამოკიდებული არის მცენარეზე და კლიმატზე. კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამოკიდებული არის კიდევ უფრო კლიმატზე, იმიტომ რომ ნალექები რა რაოდენობით იქნება, რა სიხშირით და ასე შემდეგ. და მნიშვნელოვანია ასევე მუდმივი მონიტორინგი ბაღში. ნამდვილად, აი ამის მოსმენა მინდოდა, მეგობრებო, ერთხელ გინდათ ხოლმე ბორდოთი შეწამლა, ან მასე მოსავალს ვერ მიიღებთ. ყოველ შემთხვევაში ასეთ კარგ კონდიციამდე თქვენს ნაკვეთს ვერ მიიყვანთ ვერანაირად. ამიტომ საჭირო არის მუდმივად კონტროლი თქვენი მცენარის, კლიმატის კონტროლი და წამლობები გჭირდებათ. ნიკა, როგორც ხედავ 90 ჰექტარზე საკმაოდ ესე თქვა დავარცხნილი და მოწესრიგებული არის სარწყავი სისტემა. რა პერიოდში ირწყება ხოლმე რა ინტენსივობით? კი ბატონო, გააჩნია პერიოდს, ზოგადად ჩვენ სარწყავი სისტემის მუშაობას ვიწყებთ აპრილის ბოლოდან
ძირითადად საკვები მიზნით, მაგრამ ივნისიდან უკვე როდესაც ცხელი და მშრალი პერიოდი იწყება, თითქმის ყოველ დღე წავთ ნუშის ხეებს. ამას განაპირობებს ტემპერატურა და უშუალოდ სცენარის წყალმოთხოვნილება. გასაგებია. და ბოლოს რა მაინტერესებს ამ ხელა მოსავალს რო იღებთ, სად მიგაქვთ, სად ხდება რეალიზაცია? კი ბატონო, რეალიზაციის მხრივ ჩვენ მუშაობთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდაც ვემზადებით, იმიტომ რომ რაც უფრო ასაკში შევა მცენარე, უფრო დიდი მოსავალი იქნება და გვინდა რომ საექსპორტო ბაზარიც აუთვისოთ. კი ბატონო, მე მგონი ძალიან კარგი რჩევები იყო, მას ვისაც ნუშის მოვლა უნდა, ვისაც აქვს, ძალიან კარგი რჩევები მიიღო გამოცდილი აგრონომისგან. მადლობა დიდი. მადლობა თქვენს. წარმატებებს გისურვებთ. კარგად მეგობრებო.